ბატონო. ესე იგი კურდღელი მოდის ყურები არა აქვს რა. ხო და უკვე კარგი. შემოხვდა მგელი. მგელი შემოხვდა რა არის ყურები რო არა აქვს. ის ჯარში უწავსულიყავიო და რო არ წავსულიყავიო ეს ყურები დავიცალე მაგითო. რა კაი აზრიაო მგელეურება მეც არ მინდა ჯარში წასვლაოდა. მაგრამ კურდღელეურება შენ რა ყურებიო, ჩემთვის ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ყურებიო და შენ არ გამოგადგება ყურების. შენ რო კუდი უნდა მაიჭრა. ნუ ახლა მგელს კი გაუწყდა ცოტა მაგრამ ჯარში წასვლაც არ უნდა და ხებეს კუდი გადაჭრეს ძირში. მივიდა კომისიაზე, ნუ გამოუშვეს, უკან აღარ ვიყავ ჯარში, ორივე მოდიან მოაღიღინებენ ბედნიერად. უყურებო კურდღელი, უკუდო მგელი, შემოხვდა დათვი. რა ხდება, რა გიხარია თუ ერთს კუდი არ გაქვს, მეორეს ყურები, ასეო გაგვა კომისიავესო, ჯარში აღარ მივდივარ და ვართ ბედნიერებიო. ვაი, რა კაიო, მეც მინდა ჯარიდან რო დავრჩეო. ახლა ახედა სამგერმა და შენ ახლა ყურები კუდი შენ არ გაქვს, ყურები ახლა დათვის სტრატეგია. შენ უნდა მეიჭრაო. აუ ზარეც ყირა დათვეს ამაღარა. ჯარშიც არ არის კაი მდგომარეობა და არ უნდა წასვლა. არ უნდა წასვლა და კაიო ჯანდაბასო მოკლედ გაუკეთეს დათვს გამოყვერვა და ხო და ბოლო წავიდა კომისიაზე მივიდა და გამოდის იქ და დაღურემილი ეს კურდღელი და მგელი გულშემატკივრობს თავის დავა და დაღურემილი გამოდის რა იყო ბიჭო რა ხდება არ დახტოვესო ჯარიდან დამტოვესო აბა რატო ხარ მოწყერილიო წყელდარბიანი უყოფილო არ მაგის